იმ კურსის დაწყება, რომლის მიზანიცაა შევიდეთ აზროვნებაში პლატონის ფიგურით, არის ლოგიკური. ოღონდ ერთი პირობით თუ ეს აზროვნება ევროპული აზროვნებაა. საქმე ის არის, რომ არსებობს აზროვნების სხვადასხვა ტრადიციები, მაგალითად, ინდური, ჩინური, რომელთა შექმნითაც ცხადია პლატონს, როგორც ძველ ბერძენ მოაზროვნეს, არ აქვს კლასიკოსის სტატუსი. მაგრამ ჩვენ ვისწავლით ევროპული აზროვნების ისტორიას და ამიტომაც ძალიან ლოგიკურია ამ აზროვნების ისტორიის დაწყება პლატონიდან. ეს არ ნიშნავს ხადია იმას, რომ პლატონამდე ევროპულ აზროვნებას დიდი და გამოჩენილი ფიგურები არ ყოლია. მეტი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ საუკუნეში, როცა პლატონი დაიბადა, და ეს იყო მე-5 საუკუნე ძველი წელთაღრიცხვით, და იმ სივრცეში, სადაც ის დაიბადა, და ეს იყო ათენი, ხო? იყო გარკვეული აზრით ამოფრქვევა კულტურული ენერგიისა, რომელსაც ძალიან იშვიათად რომ მქონდეს ანალოგი კაცობრიობის ისტორიაში. ეს იყო საუკუნე, რომელსაც იზიარებდნენ ერთმანეთთან მაგალითად დრამატურგები ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე, არისტოფანე, ფილოსოფოსები პარმენიდე და ჰერაკლიტე, ყველა სოფისტი, ყოველთვის გამორჩეული და გამოჩენილი სოფისტი, სოკრატე, პლატონი, ისტორიკოსები თუკიდიდე და ჰეროდოტე და ასე შემდეგ. ძალიან იშვიათია კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ამდენი გენიოსი ერთ ასე ვთქვათ, ძალიან ვიწრო სივრცეში და დროის საკმაოდ შეზღუდულ მონაკვეთში გამოჩენილი იყოს. პლატონთან ხდება კრისტალიზაცია ძალიან ბევრი იმ ფილოსოფიური, კულტურული, სააზროვნო ტენდენციისა, რომელიც ახასიათებდა ძველ ბერძნულ კულტურას და ბევრად უფრო ადვილია პლატონიდან დავიწყოთ და თუნდაც მისი წინამორბედები გავიგოთ, ვიდრე დავიწყოთ ქრონოლოგიურად პირველი ავტორიდან და ნელ-ნელა ფრაგმენტ მოვიდეთ პლატონამდე. საერთოდ აზროვნების ისტორიის შესწავლას ერთი სპეციფიკა აქვს, ჩვენ ვერ ვიტყვით უარს კონკრეტულ ტექსტებზე, რომლებშიც ეს ისტორია განსხეულებული. მაგალითად, ჩვენ რომ გვინდოდეს მეცნიერების ისტორიის შესწავლა, ჩვენ შეგვეძლო არ მიგვექცია ყურადღება იმ ტექსტებისათვის, რომლებშიც გარკვეული მეცნიერული აღმოჩენები არის დაფიქსირებული. მაგალითად, ნიუტონის კანონის შესასწავლად, კანონების შესასწავლად, ხო? ჩვენ არ გვჭირდება ნიუტონისავე ტექსტების და წიგნების წაკითხვა. საკმარისია წავიკითხოთ ფიზიკის სახელმძღვანელო და ჩვენ სრულად და სრულყოფილად გავიგებთ თუ რაში მდგომარეობს ნიუტონის აღმოჩენის მნიშვნელობა. ასე არ არის იმ ავტორებსა და იმ ტექსტებთან მიმართებაში, რომლებსაც ჩვენ აი ამ კურსის განმავლობაში გავივლით და რომლებიც იწყება პლატონით. ჩვენ პლატონის ტექსტის წაკითხვას ვერ შეგვიცვლის ვერაფერი. ვერც ენციკლოპედია, ვერც სახელმძღვანელო, ვერც ვიკიპედიის გვერდი. აუცილებელია თვითონ ტექსტი განვიხილოთ და აუცილებელია თვითონ ტექსტს ჩავუღრმავდეთ, იმიტომ რომ მხოლოდ აი ამ ტექსტის გავლით ხდება აზროვნების შესწავლა. ტექსტის შინაარსის გადმოცემით ნამდვილ აზროვნებას ვერ ისწავლე. ახლა რაც შეეხება თავად პლატონს, მოკლედ ბიოგრაფიულ დახასიათებას მივცემ მას იმისათვის, რომ შემდეგ უფრო ადვილი იყოს მისი ფილოსოფიის გაგება. პლატონი დაიბადა მე-5 საუკუნეში ათენში, როგორც უკვე ვთქვით, დიდარ არისტოკრატიულ ოჯახში და პრინციპში ალბათ მისი ცხოვრება წავიდოდა იმ მიმართულებით, რომელთაც იმ პერიოდის არისტოკრატის ცხოვრება წავიდოდა, ნიჭიერის, იმედის მომცემის, ეს იქნებოდა სავარაუდოდ საჯარო მოღვაწეობა და პოლიტიკა. მხედართმთავრობა შესაძლებელია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაც მოხდა პლატონის ცხოვრებაში, ეს იყო შეხვედრა დიდ ძველ ბერძენ ფილოსოფოსთან სოკრატესთან. პლატონის ცხოვრებაში ერთადერთი არ იყო,
ვისთვისაც სოკრატე აღმოჩნდა მასწავლებელი და მოძღვარი შეიძლება ასე ითქვას, სოკრატეს ირგვლივ ძალიან ბევრი იმდროინდელი ათენელი ახალგაზრდა იკრიბებოდა და საინტერესო სოკრატეს შემთხვევაში იყო ის, რომ განსხვავებით სხვა ფილოსოფოსებისაგან ეს იყო ადამიანი, რომელიც არ წერდა. მას ჰქონდა თავისი ფილოსოფია, მაგრამ ის არ წერდა, არ აფიქსირებდა ამ ფილოსოფიას ტექსტუალური ფორმით, არამედ ის იყო დაკავებული იმით, რომ იდგა დღის განმავლობაში ხალხის შეკრების ადგილას, იქნებოდა ეს მოედანი, იქნებოდა ეს ბაზარი, იქნებოდა ეს სპორტული სივრცე, რომელსაც გიმნაზიებს ეძახდნენ იმ დროს და ესაუბრებოდა ადამიანებს. თვალსაჩინო ძალიან საინტერესო იყო ის, რომ სოკრატემ თავიდანვე თქვა, რომ მას არ აინტერესებდა ბუნების სამყარო და ამით გაემიჯნა თავის წინამორბედებს, რომლებსაც აინტერესებდა ზუსტად სამყაროს წყისი, სამყაროს მთავარი პრინციპი, სამყაროს დასაბამისეული ელემენტი. სოკრატემ თქვა, რომ ბუნება მას არაფერს არ ასწავლის, ამიტომაც რაც მას უნდა, ეს არის ადამიანებთან ურთიერთობა, რათა შეიმეცნოს რაღაც ახალი და რაც აკეთებდა სოკრატე იყო ძალიან უცნაური მეთოდი ამ სწავლებისა. საქმე ის არის, რომ სოკრატე არავის პირდაპირ არ ასწავლიდა. პირიქით ის მისი მიდგომა მდგომარეობდა იმაში, რომ ის ყველას ეკითხებოდა იმ სფეროს შესახებ, რომელშიც მისი მოპასუხე ექსპერტი უნდა ყოფილიყო. მაგალითად, პოეტს ის შეეკითხებოდა იმის შესახებ, თუ რა არის პოეზია. სასამართლო საქმეებში გარკვეულ ადამიანს შეეკითხებოდა იმას, თუ რა არის სამართლიანობა. პოლიტიკოს შეეკითხებოდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმართოს სახელმწიფო და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ სოკრატემ აღმოაჩინა და ეს აღმოჩენა ხდებოდა არა პრივატულ სივრცეში, არამედ ყველას თვალწინ, მათ შორის იმ ახალგაზრდების თვალწინ, რომლებიც სოკრატეს დაყვებოდნენ, როგორც მასწავლებელს, რომ ამ ადამიანებმა, ვისაც წესით ექსპერტული, თქვათ ასე, ცოდნა უნდა ქონოდა ამ თუ იმ სფეროში, სინამდვილეში არ იცოდნენ რა იყო ამ სფეროს მთავარი ელემენტების და მთავარი ფაქტორების თუ მთავარი განსაზღვრელი მომენტების არსი. მაგალითად, პოეტს არ შეეძლო აეხსნა რა არის პოეზია. ანდა ადამიანს, რომელიც მუდმივად იყო ჩართული სასამართლო დავებში, არ შეეძლო აეხსნა რა არის სამართლიანობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას ორი შედეგი მოჰყვა. პირველი შედეგი იყო ძალიან ცუდი სოკრატესთვის. პოლიტიკური არეულობის დროს სოკრატეს დააბრალეს, რომ მას შემოჰყავდა ახალი ღმერთები ქალაქ სახელმწიფოში და დააბრალეს, რომ ის რყვნიდა ახალგაზრდობას. და მიუხედავად იმისა, რომ მან ბრწყინვალედ შეძლო თავისი დავის დაცვა, ამ დაცვამ არ იმუშავა. და მას გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი და ის დაისწრა დასაჯოს სიკვდილით. ეს იყო ერთი შედეგი, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პლატონზე. პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ პლატონმა უარი თქვა პრაქტიკულ ცხოვრებაში მოღვაწეობაზე, ანუ უარი თქვა პოლიტიკის სფეროში მოღვაწეობაზე, უარი თქვა საჯარო სფეროში მოღვაწეობაზე და ის თქვათ მთლიანად მიუბრუნდა ფილოსოფიას და მეცნიერებას. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ამის გამო, აი ამ სოკრატეს სიკვდილით დასჯის გამო, პლატონში დაიბუდა დემოკრატიისადმი საოცარ სკეპტიციზმმა, იმიტომ რომ სოკრატე დასაჯეს სიკვდილით სწორედ დემოკრატიულ ათენში. ამას ჰქონდა რასაკვირველია, რაც თავისი პოლიტიკური ინტრიგების მთელი განზომილებაც, მაგრამ მთავარი მომენტი აქ ის იყო, რომ დემოკრატიულ ათენში გადაწყვეტილება სიკვდილით დასჯის შესახებ ასევე მიიღებოდა დემოკრატიულად. შესაბამისად, პლატონისათვის სრულად მიუღებელი აღმოჩნდა ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელსაც შეეძლო ისეთი ფილოსოფოსი, როგორც სოკრატე იყო, სიკვდილით დაესაჯა.